სერიალს წარმოგიდგენთ საიტი Cinemania.gr. გახმოვანებულია აჭარა.net.com-ის მიერ. ჰაშორიო, უბრალოდ დაამატე წყალი. ამის ჭამბა შეუძლებელია. რეზინის გემო აქვს. სულ დამწვარია. დედას უკეთ გამოსდიოდა. თუ არ მოგწონს, უკეთ შენ მოამზადე. აი, ჩემი საყვარელი აღზრდილი ქალიშვილები. დამეხმარეთ, რომელი? კუბოკრული თუ ცისფერი? ცისფერი. ვიფიქრე, რომ წითელი ფერი ცოტა მასუქებს. მართლა, ადამიანის მოსახიბლად ყვავილები უნდა ავირჩიო თუ შოკოლადი? მამა, რა ხდება? რას გულისხმობ? რატომ იცვამ საუკეთესო პერანგს და რისთვის გჭირდება ყვავილები და შოკოლადი? მინდა რომ ფორმაში ვიყო კლეო. მეჩქარება. არ არსებობს. არსებობს? დიახ, აქეთ დადეთ. მინდა რომ ყველაფერი წესრიგში იყოს. დიახ, აი აქ. მამა, საუზმე დაგრჩა. კლეო. გმადლობ. დღეს არ მჭირდება რესტორანში მივდივარ. ვერცხლის დანა ჩანგალი და ასე შემდეგ. მაგარია. ეს ისეთი უჩვეულოა. ასეა. ეს უნდა მომოგწონს. იმდენი ხანია არ დამისხამს. არა, ძალიან კარგია, მამა. არაფრის თქმა არ გინდა? ჯერ ადრეა, კლეო, ჯერ ადრეა. უნდა წავიდე, სამუშაო მაქვს. ბედნიერად. კარგად გარეცხეთ, აი აქ. კარგი, აი ასე. გამარჯობა. როგორ ხარ? კარგად. ჯეკ, ყვავილები სად არის? რატომ შეწუხდი? ვეცადე. ინებეთ. ლუის, სათევზაოდ მიდიხარ. ეს უბრალოდ თევზაობა არ არის, ალფრედ. ეს საკვებისათვის ბრძოლა ადამიანის ცხოველთან. ფუნთუშები ჯემით კიდევ დაგრჩა. ბოდიში, აღარ. დაგეხმარო? შარლოტა, გამარჯობა. გავიგე რომ სათევზაოდ მიდიოდი და საჭმელი მოვიტანე. აჰა, რა მაგარია. მეორე ანკესი გაქვს? არ ვიცოდი რომ მოგწონდა. გიждები თევზაობაზე. კარგი, წამოდი. იცი, ერთხელ 7 საათი ვებრძოდი თევზს. უშველებელი იყო. მაგრამ ვაჯობე. უпростоრად დავიჭირე. ასეა. და შენ? რა? შენ რა დაიჭირე? სხვადასხვა იყო. აი ეს გასინჯე. რა გემრიელია? თავად გამოვაცხე. ოჩახ. შემახედე. არა არ გინდა. შარლოტა, დაგეხმარები. ყველაფერი კარგადაა. სამაგიეროდ ახლა ვიცი რომ ბასრია. აი, მზადაა. მადლობა. არ ვიცი რა მომივიდა. ძირითადად ფრთხილად ვარ ხოლმე. ამ თევზის რაღაცებთან. ეს კაუჭია. თავად გავაკეთე. გაუჭი, ხო. ეს მინდა და მეთქვა. შენ თევზაობაში ვერ ერკვევი არა. გამომიჭირე. კარგი სიმართლეს გეტყვი, უბრალოდ მინდა და სადმე დამეპატიჟე საღამოს. დედასთან ერთად უნდა ვივახშმო და გმადლობ დაპატიჟებისთვის, მაგრამ დღეს დაკავებული ვარ. იქნებ სხვა დროს იყოს. კარგი.
მგონი დღეს ვერაფერს დავიჭერთ, ასე რომ სახლში წასვლის დროა. დაკარგე? კლეო, რას აკეთებ? არაფერს. უბრალოდ ვცურავ. ყველაფერი კარგადაა? კი. უბრალოდ არა. მამა ჩემი. ლუის, ყველა კაუჭი მოვაგროვა? ო, შარლოტა, გმადლობა. რა ხდება? აქ, რას აკეთებს? თევზაობს. ჩვენს ადგილას? კლეო, კარგი და? ის უბრალოდ მოვიდა, დამორჩა. კლეო. კლეო. ლუის, მგონი თევზია. არა მოიღებ? მგონი არ ღერს. როგორც ჩანს დაიკარგა. კლეო, როგორც იქნა მოხვედე? დაჯექი. ოჯახური შეკრება გვაქვს. რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გიამბოთ. ცოტა ხნის წინ შენ ვიღაცას ხვდები. მამა, მე ის ნავთამ ნახე. ვიცი რაც ხდება. მართლა. მაგრამ ანუ ეს შენთვის სიურპრიზი არ არის. მას ანეტი ჰქვია. მაბადიეთ რომ უფრო ადრე არ მოგიყევით, მაგრამ მინდოდა დარწმუნებული ყოფილიყავი რომ ყველაფერი გამოგვივიდოდა. მინდა რომ მას კარგად მოექცეთ და ასიამოვნოთ. ბასიამოვნოთ? დღეს ის ჩვენთან ივახშმებს. ჩვენთან? მაგრამ მამა, რიგის და ემას ხვდები, უკვე დაგეგმილი გვაქვს. კლეო, ეს უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მეგობრებთან შეხვედრა. გოგონებო, მინდა რომ ჩემი ბედნიერება გაგიხარდეთ. ეს რაღაც მნიშვნელოვანის დასაწყისია. ეს უბედურებაა კი. რა უბედურება? დედინაცალის სახლში. ჯერ დედა წავიდა. მერე ლუის დავშორდი. ახლა კი ეს, არ ვიცი რა ქნა, მე ვიცი. დაივიწყე ისინი. რიკი. კარგი რა კლეო, ჩვენ ხომ რიფის სანახავად მივდივართ. ჩვენ ხომ ამას დიდი ხანია ველოდით. ო ვიცი, დღეს ისეთი დღეა, რომელიც წელიწადში ერთხელაა. უკეთ გახდები. მაბადიეთ. სახლში უნდა ვიყო მამასთან. სწრაფად. ყველაფერი 1 საათის წინ უნდა მიგილაგებინათ. ვალაგებ. რომელი საათია? არა, უკვე ყველაფერი უნდა მომემზადებინა. შვიდად მამა, სიტუაციას ვაკონტროლებ. თევზს მივართმევ. ისინი სადაც ამოვლენ. ისინი? ვინ ისინი? გამარჯობა. გამარჯობა და გაიცანით. ანეტ ვოტსფორდი და მისი ქალიშვილი შარლოტა. შენ? შენ? ერთმანეთს იცნობთ? კი. ვიცნობთ ერთმანეთს, არა? შვენიერია. ძალიან გამიხარდა. მადლობა გოგონებო, რომ ჩვენს მიღებაზე დათანხმდით. მადლობა. დონი იმდენ რამეს მიყვება თქვენზე. უცნაურია, თქვენზე კი არაფერი უთქვამს. რაღაც მაქვს თქვენთვის. დონმა თქვა, რომ გიყვართ ისინი. დიფანქციონალსი? მადლობა. ანეტი დამიძახეთ. მადლობა ანეტ, მაგარია. კიმ, შეგიძლიათ შენი გქონდეს, მე უკვე გამოვედი ამ ჯგუფის ასაკიდან. ალბათ ძალიან ბევრი საერთო გაქვთ. ძალიან ბევრი. კარგია, იმიტომ რომ იმედი მაქვს დღეიდან ხშირად მოგიწევთ შეხვედრა. მაგარია. ეს ძალიან კარგია. გავაღებ. ალბათ ბევრ რამეზე გაქვთ სასაუბრო. მოდა, მუსიკა, ბიჭები. რა გინდა? კლეო უნდა ვნახო. კლეო. შარლოტა? ლუის?
ლუისი. ის ლუისი, ვიზაც სულ საუბრობ. რა ხარხულია? კარგი. ერთი წამით მოვიცადოთ და აქ რა ხდება? ძალიან მინდოდა თქვენი გაცნობა. მართლა, საინტერესოა და თქვენ ვინ ბრძანდებით? შარლოტას დედა. კარგი, ჯობია წავიდე. არა, შეიძლება რომ დარჩეს. ვფიქრობ კი, საჭმელი ბევრი გვაქვს. მისტერ სერტორი მგონი არ ღირს. მართლა არ ღირს მამა. რა სისულელეა, გავერთობით, არა ლუის. აქ რა საკეთებ ლუის? მინდოდა დღევანდელზე გვესაუბრა. ჩვენ შორის არაფერი მომხდარა, მაგრამ თუ საწინააღმდეგო იფიქრე, მინდოდა ყველაფერი ამეხსნა. ხომ გესმის? შვენიერია. შარლოტას დედამაც კი იცის რა ხდება. კლეო, მე არაფერი მაქვს. შარლოტა, გამარჯობა. ჩვენ ვსაუბრობდით ჩემზე. ხვდები, მაგრამ მგონი უნდა დაბრუნდე. მამა შენი ნერვიულობას იწყებს. დაუსრულებლად თევზზე საუბრობს. ბევრი ურევს ერთმანეთში რიფის თევზებს. ისინი ერთმანეთს ძალიან გვანან, მაგრამ მე ერთი უფრო მომწონს. ეს სიმპათიურია. კლეო, მოხვედი. ისე მეხმარება. ჩვენი ვახშამი რა შვება? ნაბატია მამა, ამ ყველაფრის გამო დამავიწყდა. დაგეხმაროთ? მე კარგად ვამზადებ, არა დონ? კარგი იდეა. შარლოტა, დამეხმარები? კი. ლუის ჩემი ნახელავი მოსწონს. ხედავ, ყველაფერი კარგადაა. როგორი ყოჩაღია. არ ვიცოდი რომ საჭმლის მომზადება ასეთი სახელისა იყო. დავარია ერთად მომზადოთ. კლეო არაფერს აკეთებს. ყურადღებას გაქცევთ. დამეხმარები ლუის. ვფიქრობ, ჯობს გეყუროთ. ლუის, შარლოტამ თქვა რომ ორიდებული ხარ. მინდი არ ეკბინება. სამზარეულოში ცუდი დამხმარე ვარ. კლეო, მომისმინე. არაფრის მოსმენა არ მინდა. ჩვენ შორის არაფერი ხდება. უნდა დამიჯერო. კლეო, ფქვილს მომიტან. მაბატი. კლეო. კლეო. ვინც არ უნდა იყო, წადი. რა გინდა? მოვედი რომ ბოდიში მოგიხადო. არა უშავს, ეს ხომ ფქვილია. მის გამო არა. თელი ვახშმის გამო. არ ვიცოდი რომ მამა შენი იყო. რომ ცოდნა და არ მოვიდეთ. შენ იცოდი ჩვენს მშობლებზე. რა თქმა უნდა, მე რა? ეს პირველად არ ხდება. მართლა? თუ წინააღმდეგი არ ხარ, მარტო ყოფნა მინდა. ლუისზე ხომ არ გველაპარაკა? ვიცი რომ ხვდებოდით, მაგრამ ჩვენ ბევრ დროს ვატარებთ ერთად. შევატყვე. მინდა გავიგო, რაშია პრობლემა? მე და ლუისი მეგობრები ვართ. შვენიერია. ასეთი ლამაზი არაფერი მინახავს. მართალია, სამწუხაროა რომ კლეო არ იყო. კლეო. რა? არა. საქმე ცუდადაა. თევზი მშვენიერია დონ.
თავად დავეჭირე. მე მარტო საუკეთესოს ვიჭერ, განსაკუთრებით ჩემთვის. მე გავაღებ. არა თვითონ, შენ გოგონებთან დარჩი. გოგონებთან იყავე. აქ მოდით. გოგონებო, ბოდიში კლეო დღეს დაკავებულია. მალე წავალთ მისტერ სერტორი. ახლოს რა კარგი საღამოა. ლუის, გოგონებო, ჩვენ აქ ისეთი საყვარლები არიან. როგორ ხარ ლუის? როგორ რა? დავიდეთ კლეო ვიპოვოთ. აქ ეთაზე. ჩვენი ერია. ჩამოსვლა არ მინდა. არცაა საჭირო. თავს ცუდად გრძნობ და ელოდები როდის სწავლენ. ხუმრობ? შვიდად დაუშვებ ამას? გინდა რომ აქ ქალმა მამა შენი შეაბას, მისმა ქალიშვილმა კი ლუისი? არაფერს გააკეთებ? რა შემიძლია? შენ ქალთევზა ხარ. შენ ხომ შენი სუპერ ძალა გაქვს. მათ არ იციან ვის გადაეკიდნენ. კლეო, ხო მართალი ვარ? კი, მართალი ხარ. წავედით. დაგეხმაროთ? გოგონებო, მოგეწონებათ. ანეტის საფირმო რეცეპტია. მშვენივრად გამოიყურება. საკვები შენსავითა არა დონ? გმადლობ. არა, ეს ხომ соусია. სულ გადმოვიდა. ნუ ღელავთ, ღომილში კიდევ გვაქვს თევზი. ეს რა არის? ყინულივითაა. ღუმელი ხომ ჩართე? რა თქმა უნდა. შევამოწმებ. გოგონებო, რის გამოც არ უნდა აკეთებდეთ ამას, გაჩერდით. მარ ვიცი რას გულისხმობ ლუის. გასაგებია. ეს შარლოტას გამოა არა? კარგი. ყველაფერს გავარგვა. შარლოტა. მე და შენ ძალიან მხიარულად ვატარებდით დროს, არა? მართლა? მაგრამ იცი, სიტუაცია სხვანაირი სახე მიიღო. ასე ფიქრობ? ზუსტად. და არ ეფიქრო, რომ არ მომწონ ხარ, მაგრამ მოგწონ ვარ? ვიცოდი. კლეო, ეს ის არ არის, რასაც შენ ფიქრობ. ყველაფერი მუშაობს. გთხოვ, კლეო. მომზადებას დიდი დრო არ უნდა, მაგრამ უნდა გავალღო. შარლო და მარინადი მოიტანე. თევზი საიმედო ხელშია. უბრალოდ პიცა ხომ არ გამოვიძახოთ. თუ ყველაფერი ასე გაქვს აწყობილი, მე ხელები დამებანია. მაპატიე. კიდევ ხომ დაბრუნდები, არა? სიმართლეს გეტყვი, არა. შენი წასვლის დროა, ლუის. კარგი. ეს საჭირო არ იყო. არა უშავს, მამა. თუ უყვარ ხარ, დაბრუნდება. ვუყვარ ვარ. რას ამბობ? შენ და ანეტი. თქვენ ხომ ქორწინდებით? ანეტი ჩემი საქმიანი პარტნიორია. უნდა და თევზი გაესინჯა და მისი რესტორნისთვის ეყიდა. ეს მზარეულია? ასეა, ჩვენ შორის არაფერი ხდება. მით უმეტეს ახლა. მას ჩემთან ურთიერთობა აღარც მოუნდება.
წლის საუკეთესო მოლაპარაკება დავკარგე. ეს რაღაც ყველგანაა. რატომ აფეთქდა? წარმოდგენა არ მაქვს. გაზგურა, ღუმელი და ონკანი უნდა შევამოწმოთ. მამა, გვაპატია გუშინდელის გამო. არაფერია. ეს ჩემი ბრალია. ისე გავერთი ამ მოლაპარაკებით, რომ არასწორი შთაბეჭდილება შეგექმნა თანეთზე. ალბათ ჭკუიდან იშლებოდით. არა, კმაყოფილები ვიყავით. ბოლომდე არა. მოდი აგეხსნით. ერთადერთი ქალები ჩემს ცხოვრებაში თქვენ ხართ. გასაგებია. ჰა. გასაგებია. მოდი ჩაგეხუტოთ. როგორ შემეძლო ეს შემცდარიყავი? მამასთან შეიძლება შესწი, მაგრამ ლუისთან არა. მარა დაივიწყეთ მის შესახებ ყველაფერი დამთავრებულია. ჩვენ დავშორდით, ხვდები რომ მას უნდა ვინმე ჰყავდეს. ის ვიღაც შარლოტაც რომ იყოს? კი. ეს მისი არჩევანია. სულელური, მაგრამ მაინც არჩევანი. მამასთან რა ხდება? თქვენი დახმარება დამჭირდება. მაგ წანმარ? ფიქრობ ეს გაამართლებს? ახლა გავიგებთ. შეტყობინება მივიღე, რა გინდოდათ? ჩვენიერია. ყველაფერი პირველი ხარისხისაა, საიდან გაქვთ? დონ სარტორისგან. საუკეთესო თევზი ქალაქში. მაპატიეთ გუშინდელის გამო. გაუგებრობა იყო. მპატიობთ. ეს ზუსტად ისაა, რაც ჩემს რესტორანს სჭირდება. ზუსტად ის? დონმა დამირეკოს. ერთად ვიმუშავებთ. სათევზაოდ? ო, და შენი წამოსვლა არ შეიძლება. მისმინე. ყველაფერი უნდა გავარკვიოთ. წუხელ, არაფერია. ვიცი მზად არ ხარ ურთიერთობისთვის. ახლა ყველაფერი ძალიან ჩახლართულია. არაფერია, ლუის. ჰა? დაგელოდები. ჰა, კარგია. მადლობა რომ მოხვედით. მადლობა თქვენ. უნდა წავიდე. მოგვიანებით ვისაუბროთ. შარლოტა. სერიალზე მუშაობდნენ მსახიობები ნატალია ყულოშვილი და გიორგი წერეთელი. ხმის რეჟისორი მახოშონია. გახმოვანებულია აჭარა.net.com-ის მიერ.